რა როლი ექნება არველაძეს ლოკომოტივში? რა არის ქართული საკლუბო ფეხბურთის ერთ-ერთი წარუმატებლობის მიზეზი, ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის აზრით და რას გეგმავს ლოკომოტივი მომავალში? ამ და სხვა საინტერესო ინფორმაციის მოსმენამდე დალაიქე ვიდეო და გამოიწერე. დავიწყოთ იმით, რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული გუნდი, რომელიც მომავალ წელს 90 წლის ხდება, მიმდინარე სეზონის მეორე ნახევარს ცვლილებებით შეხვდა. კლუბის მფლობელი და მენეჯმენტი ერთმანეთისგან გაიყო და შეიქმნა ბორდი, რომლის ერთ-ერთი წევრიც ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე იქნება. ბორდის წევრები იმედოვნებენ, რომ არველაძის გამოცდილება კლუბს განვითარებაში დაეხმარება. ჩემი ფუნქცია ბორდზე, ბორდი როდესაც შეიქმნება ალბათ ჩემს კარგად კიდე თავის სფეროში გამოცილი ადამიანები შეიძლება იყოს მენეჯმენტი, ფინანსები, სპორტი და ასე შემდეგ. მას თავის ფუნქცია იქნება, მეც მივიღე ეს გამოწვევა, იმიტომ რომ კლუბს რომელსაც ამდენი წელი შეძლო ყოველ შემთხვევაში წარმატების მიღწევად შეძლო, ფეხბურთელების გაზრდაც შეძლო, ყავს თავისი აკადემია, თუ არ ვსები 600 ფეხბურთელი თამაშობს დღეს თბილისში, ლოკომოტივის აკადემიებში, ზოგი ნაკრებში თამაშობდა, ზოგი უცხოეთში წავიდა სათამაშო და ამ შემდეგ უფრო მეტი შეუძლია მიცეს ქართულ ფეხბურთს და ჩემს აზრით ბორდიც ამიტომ შეიქმნა, ამიტომ დახარისხდა მენეჯმენტი, რომ ყველამ თავისი მაქსიმალური შესაძლებლობა გამოავლინოს. მე სიამოვნებით მივიღე მონაწილეობას ჩემი გამოცდილებით, მინდა რომ გასაგებია შეიძლება დავუშვათ აქ თბილისში არ იყო, საქართველოში არ იყო, მაგრამ წასულიყო, მაგრამ დიდი სიამოვნებით ჩავერთვები ნებისმიერ ახალ წამოწყებაში, სადაც ამ კლუბს განავითარებს. ვიტყვი ჩემს და ჩავერთვები ყველა იმ შესაძლებლობებში, რაც შეეხება პარტნიორის მოძიება იქნება, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ და ვიცი, რომ კლუბი ამისთვისაც ღია. მეც დიდი სიამოვნებით ჩავერთე, მინდა რომ რაღაც ამხელა გამოცდილება შევმატო ამ კლუბს, რაღაც მაგალითიც კი შეიქმნას, რაღაცა საინტერესო და კარგის, რაც ქართულ ფეხბურთს წაადგება. არავითარ ანაზღაურებასთან, არავითარ ხერხასთან, არავითარ რაღაც ფინანსურ, როგორ თქვა, ძოძოშუმა იცოდა ამაღლებასთან, ფინანსური ამაღლება. ჩემს აქ მონაწილეობას არავითარი კავშირი არ აქვს. ეს არის სუფთა წყლის გამოცდილების, ჩემი დაგროვილი გამოცდილების გაზიარება და რაღაცა იმის შექმნა, რომ ძალიან ბევრი ადამიანს შეუძლია სარგებელი მოუტანოს ქართულ ფეხბურთს, კერძოდ ამ შემთხვევაში თბილისის ლოკომოტივს და რაღაცა თავისი ყოველ შემთხვევაში გამოცდილებით კეთესი გახადოს ქართული ფეხბურთი. ჯერჯერობით სამნი ვართ ამ სამეთვალყურეო საბჭოში, მაგრამ მგონია რომ კარგი დასაწყისი. რასაკვირველია სამეთვალყურეო საბჭო გაიზრდება სხვადასხვა მიმართულებებში მომუშავე ადამიანებით, გამოცდილების მქონე ადამიანებით. პრაქტიკულად კლუბის პრეზიდენტი იქნება გიორგი მომავალი წლების განმავლობაში. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ შემადგენლობით გაცილებით უფრო მეც მივახცევთ და უფრო სწორ შედეგებზე გავალთ, ვიდრე აქამდე ყოფილა. ძალიან ბევრი მიმართულებით აქვს კლუბს გასაუმჯობესებელი საკითხები, თუმცა ბორდის შექმნის პირობებში ჩამოყალიბდა რამოდენიმე ძირითადი მიმართულება, რაზეც ჩვენ საწყის ეტაპზე ვიმუშავებთ. პირველი იქნება ინვესტიციების მოზიდვა და მათი სწორად გახარჯვა, აკადემიის განვითარება და იცით რომ საკუთარი პროდუქტის შექმნა ფეხბურთელების სახით ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ ჩვენნაირი საფეხბურთო ქვეყნისთვის და ზოგადად სპორტული შედეგების გაუმჯობესება იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი. გვინდა რომ სხვა წერტილში იყოს საომალოდ ლოკომოტივი, ვიდრე ის დღეს არის და რაც მთავარია გულშემატკივრის რაოდენობის გაზრდა. სამწლეულო კარიერა დაამთავრეთ, დაუშვათ სამ თვეში მიიღეთ წინადადება ევროპის ერთ-ერთი კლუბიდან. სამ თვეში არა, ეხლა უნდა მივიღო ორ კვირაში, იმიტომ რომ ყველა სეზონს ეხლა იწყებს და მეც დაკავებული ვარ, რა თქმა უნდა. არა, გააგრძელეთ კარიერას. კი, საბჭოს წევრი ვარ ჩვეულებრივად, ბორდის წევრი ვარ, სადაც არ უნდა ვიყო
დღევანდელი ტექნოლოგიებით მგონი არ არის რთული მიიღო მონაწილეობა, არ არის რთული ვიღაცა შეხვდე და დააინტერესო, რომ არსებობს ესეთი ადგილი, არსებობს ესეთი კლუბი, არსებობს ესეთი ხალხი, რომელიც ღიაა თანამშრომლობისთვის. ყოველ შემთხვევაში არაფერში ხელს არ მიშლის, რომ მე ხვალ კარიერა გავაგრძელო და მოღვაწეო ისე როგორც წვრილი, ჩემი საზრით პირიქით ხელს შევიწყობს უფრო ჩემი მოღვაწეობა, რომ ამ საქმეს კიდევ უფრო გამოვადგე, იმიტომ რომ მეტი უფრო ახალი და ახალი კონტაქტები გამიშლება, ვიდრე მაქვს. უახლოეს პერიოდში მე ველოდები დღეს ხვალ გუში მქონდა ეს, მაგრამ ნუ ცოტა რთულია, რა ქვია. რაღაცას ყველგან ომია ჯანდაბას ეხლა ბოლოს 10 დღეში სადაც ომია იქიდან ამერიკას გადამაიწყე. ჩამოდიოდი. მე ვთქვი ონლაინ თუ გინდა ვიმუშაო. ონლაინ არა, რატომ მეთქი ექიმს თუ შეუულია, რა ქვია, და დიეტოლოგს იმუშაოს ონლაინ, მე რატო არ შევიდა? ონლაინ არ დაჭიჭე. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ფული არ იხარჯება და ჩემი აზრით ეს არ არის სწორი, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი ფული იხარჯება, მარტო სამი კლუბი რო ჩამოვთვალო, თბილისის დინამო, თორპედო ქუთაისი და დინამო ბათუმი, ბოლო ალბათ არ ვიცი 5 წელიწადში, 6 წელიწადში შეიძლება 200 მილიონს გადაცდეს ჯამში ამ სამი კლუბის დაფინანსება. ანუ ესე ვერ იტყვი, რომ ეს რაღაცა პატარა ციფრია, როცა დაუშვათ საშუალო ევროპული კლუბები ფინანსდება თითქმის ესევე, სლოვენიაში, ჩეხეთში, არ ვიცი, ბულგარეთში, კიდე რაღაც თუნდაც აზერბაიჯანში და რაღაც წარმატებებს აღწევს. ესე იგი, რაღაც მენეჯმენტთან მოდის ბოლოს მაინც სწორ გათვლასთან მოდის, რაღაცა გრძელვადიანთან მოდის და არ არის ეს რაღაც უფრო მეტწილად ემოციებზე და ერთი წელი და მე რომ მეორე წელს დაშლი დაბრუნება ფეხბურთელების, სწრაფად არ გაშვება ფეხბურთელების, გაუტინგი თუ როგორ ქვია, რომ აი რო ვიცი რომ ეს ამბავშვი ვეღარ გავაჩერებ, ხა ნიუკასლი რო ეძახის გასაგებია რომ ვერ გააჩერებ, ან დაუშვათ კიდე პარი სენ-ჟერმენი, მაგრამ იმის შემცვლელი ისე უნდა მოინახოს და ის რომ ეს შენ არ დაგაზარავს და ქართული ფეხბურთი არ დააზარავს. ამას ქვია ეს ყველაფერი რა, სწორედ ეს ერთ დღეში რა თქმა უნდა არ მოდის. რაღაც გარკვეული დრო ამას ყოველთვის დაჭირდება, მაგრამ ის რომ დაუშვათ დღეს ქართულ ფეხბურთს ფული არ აქვს. იმდენი ფული არ აქვს, როგორც დაუშვათ ფეხბურთს ჭირდება ინგლისში და ესპანეთში და იმაში საფრანგეთში, მაგრამ იმდენი აქვს, რომ დაუშვათ ნებისმიერ ჩვენს ირგვლივ არსებულ ქვეყნებში ვინც მონაწილეობს, დაუშვათ ისრაელის ქვეყნები მონაწილეობენ, ბელარუსიის ქვეყნები მონაწილეობენ, სლოვენიის და სლოვაკეთის და რა ვიცი კიდე ბევრი ქვეყნები მონაწილეობენ ამ ევროტურნირებზე და იქიდანაც იღებენ ფულს, მაგრამ არც მათი ბიუჯეტი არ არის 10 მილიონზე მეტი. ანუ 10 მილიონს და 8 მილიონს შორის იმხელა განსხვავება არ არის, რომ შენ ერთხელ მაინც ვერ მიაღწიო რაღაც საწადელს და აქ რაღაცა ისეთი შექმნა ლიგა, სადაც მინიმუმ 3 კლუბს ექნება 2 წელიწადში მაინც ერთხელ რაღაცა წარმატება სხვა გულისხმობთ, რომ გინდა თუ არა მოვიდეს და ნახევარფინალში გავიდეს. აი რაღაცა დეკემბრამდე რომ ვიყოთ რაღაცა ეკრანზე, ხო? რომ აი ევროპის თამაშები წავიდეს ვიღაცა, ჩამოვიდეს ვიღაცა, 3 ჯგუფი შეიქმნა. არ არის მარტო ჩემპიონთა ლიგა, შეგიძლია ყველგან წააგო, ჩემპიონთა ლიგაზე წააგო, მერე უეფაზე წააგო და მოხვდე ამ იმაში ბოლოში სადღაცა, რა ქვია, ამ მესამე ლიგას გამოვშდები. კონფერენც ლიგაზე, ხო? ანუ წაგებითაც ხვდები რა, მარტო მოგებითაც არა. აი ამას გულისხმობ მე, რომ ეს რაღაცა უფრო იქნებ აი ამ პრობლემას ხედავ უფრო მეც, მონდომებას ხედავ, იმიტომ რომ თუცა ამ ხელა ფული იხარჯება, არ შეიძლება ანუ არ გინდოდეს და ეს ფული დახარჯოს, ალბათ ვერავინ დაგახარჯოს. ანუ იხარჯება ქართულ ფეხბურთში ფული, სხვა შორის ფონდიდანაც იხარჯება და ნაწილდება კლუბებზე და თანაინვესტიციაც არსებობს და საკმაოდ მაღალია. არ არის ეს პატარა ბიუჯეტი დამიჯერეთ, ზუსტად ვიცი ვინ რამდენს ხარჯავს. შესაბამისად, აი ამის თავის ნორმა არის საჭირო გრძელვადიანი, ალბათ უფრო რაღაც რეგულაციებით შეიძლება უფრო მეტი იყოს მოთხოვნა, მეტი იყოს სახელმწიფო რაღაცებში ეხმარება, რაღაცებში ვერ ეხმარება და ასე შემდეგ. ჩემი აზრით, აი ეს არის მთელი ყველაზე მეტი პრობლემა, ვიდრე აი ეს რომ ყველა მარტივად გადალახოს პასუხი აი ამ თქვენ კითხვაზე, რომ არა გვაქვს ფული და რა ვქნათ.
არ არის ესე, გამოვიდეს მაშინ ნებისმიერი ეს ჩამოთვლილი გუნდის ფლობელები თუ როგორც არის და თქვა ან რამდენი ფული აქვს დახარჯული, თუ ამდენი ფული აქვს დახარჯული, აბა როგორ არ არის ფული მაშინ. შესაბამისად ვფიქრობ, რომ აი ეს არის პრობლემა. შეგახსენებთ, რომ ლოკომოტივმა კრისტალბეტ ეროვნული საფეხბურთო ლიგა 2-ის გათამაშების პირველი ნახევარი მერვე ადგილზე დაამთავრა და ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. ბოლოს, რა თქმა უნდა, წარმატებები ლოკომოტივსაც და ქართულ ფეხბურთსაც. თქვენ კი არ დაგავიწყდეთ. დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარისხილაკი, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი საინტერესო სიახლეები.